გამარჯობა საქართველო, გიზო უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სულ რაღაც ერთი კვირა არის, რაც საქართველოდან დავბრუნდი და დავბრუნდი აი ესეთ თოვლში და როგორც იტყვიან დასვენებიდან პირდაპირ სამუშაოზე დღეს ვატარებ ღია კარის დღეს. ეს სახლი პირველ რიგში იმიტომ არის ლამაზი, რომ ბუნება და ბუნების წიაღში, სადაც ეს სახლი არის მოთავსებული, ულამაზესია და მინდა განახოთ თუ როგორ ცხოვრობს ამერიკა, განსაკუთრებით აი ესეთ ქალაქგარე ამერიკა. ამერიკელებს უყვართ აი ესე ტყის წიაღში სახლის აშენება. ამ სახლს კერძოდ აქვს 30 ჰექტარი მიწა და წარმოიდგინეთ მარტო აი ამ გზის, შემოსასვლელი გზის გაწმენდა თოვლისაგან რამდენ შრომას მოითხოვს. ნუ ამ ადამიანებს ვისაც ასეთი სახლის შესაძლებლობა და უნარი აქვს, ამ ხალხს აქვთ ასევე ტექნიკა იმისათვის, რომ გაწმინდონ ეს შემოსასვლელი. ხედავთ, გარაჟი არის შესასვლელი ორივე მხრიდან და ეს საკმაოდ კომფორტაბელურია, როდესაც ესეთი შესაძლებლობები აქვს ადამიანს, რომ გარაჟიდან შევიდეს და გამოვიდეს. არ სჭირდება ადამიანს უკუსვლით მანქანის დატრიალება და ასე შემდეგ. ეს სახლი აშენებული იქნა სადღაც 5 თუ 6 წლის წინათ. ეს ადამიანები, ვინც ამ სახლს ფლობენ, გადმოვიდნენ აქ სხვა დიდი ქალაქიდან, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გადადიან სხვა ქალაქში და გადაწყვიტეს ამ სახლის გაყიდვა. ამ წამს ეს სახლი გამოტანილია გასაყიდად 620,000-ად ამერიკულ დოლარებში, რა თქმა უნდა. აი ასეთი ბუნება იშლება წინ. სამწუხაროა, რომ ეხლა ზაფხული არ არის და გაზაფხული. რამე თუ ბუნება ბევრად უფრო ლამაზია. მაგრამ არც ზამთრის ბუნება არის ნაკლები. მე მომწონს აი ესეთი იდილია. სახლი აი ესე გარშემორტყმულია ტყით. ამ ტყეში არის ნაკადულები, სანადირო სამოთხია პირდაპირ. ეს ადამიანები, ვინც ამ სახლს ფლობენ, თავიანთ მიწაწყალზე სანადიროდ დადიან. არის უხვი ირმები, დათვები, ნუ მგლებიც ალბათ. გადასარევი ბუნება. მე ზაფხულში ეს 30 ჰექტარი ფეხით მაქვს მოვლილი და მინდა გითხრათ, რომ ულამაზესია. იმას, ვისაც ბუნება უყვარს და ვისაც ბუნების წიაღი გულთან ახლოს აქვს მიტანილი, ეს არის განუმეორებელი სამოთხე ასეთი ადამიანებისათვის. სახლს რამოდენიმე შესასვლელი აქვს და პირველ რიგში შესასვლელები ისე კეთდება, რომ იყოს რაც შეიძლება ადვილი. შეიძლება სახლში შემოსვლა გარაჟიდან და შეიძლება სახლში შემოსვლა აი ამ კარებიდან, როგორც იტყვიან, დეკიდან. დეკს ჩვენ ვეძახით აი ამ აივნებს. აივნიდანაც შეიძლება შემოსვლა სახლში. ანუ ამ რამოდენიმე შემოსასვლელი სახლში ყველაფერი არის უაღრესად ადვილი, კომფორტაბელური. აი შემოვედი და პირდაპირ სამზარეულოში მოვხვდი. ასევე შესაძლებელია სახლში შემოსვლა გარაჟიდან. და ეს სახლი აშენებული არის ერთ დონეზე. ანუ სარდაფის დონეც გააჩნია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სახლის ელემენტები, ისეთი როგორც საძილე ოთახია, მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო, რა თქმა უნდა, აბაზანები მოთავსებულია პირველ სართულზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ესეთი სახლების დაგეგმარება. როდესაც ადამიანი ხანდაზმულ ასაკშია, არ დასჭირდება ადამიანს სართულებზე ბევრი სიარული, იმიტომ რომ საძილე ოთახები მთავარია, რომ განლაგებულია მთავარ დონეზე. ეს არის master bedroom, როგორც ამერიკელები იტყვიან, მთავარი საძილე ოთახი. არაფერი ზედმეტი ამ სახლში არ არის, თუ მიაქციეთ ყურადღება. სახლი იქნა depersonalized, ამერიკელები ესე ამბობენ, ანუ ყველაფერი პირადული ამ სახლიდან გატანილია, არის დატოვებული მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი basic ელემენტები, მაგრამ ვერცერთ სურათს ვერ დაინახავთ და ვერცერთ პირადულს ვერ დაინახავ. არის ესეთი აზრი, რომ როდესაც სახლს ყიდით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პირადული
მოაცილოთ ამ სახს, რომ ადამიანმა, რომელიც შეიძლება თქვენი პოტენციური მყიდველი იყოს, უკეთესად იგრძნოს თავი ამ სახლში და წარმოიდგინოს თავი თუ როგორ იცხოვრებდა ამ სახლში მომავალში. აი, შხაპი, ძალიან დიდი შხაპი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეისეირნოთ სივრცეების n რაოდენობაა, საძილე ოთახიდან პირდაპირ შეიძლება აქ შესეირნება აბაზანაში პირველ რიგში და ეს კი კარადაა, სადაც აი ასე წინვალეთ არის ყველაფერი ორგანიზირებული. ერთ მხარეს არის ქალის ტანსაცმელი, მეორე მხარეს არის კაცის ტანსაცმელი. შუაში არის აი ესეთი კარადა, ორივე მხარეს სიმეტრიულად არის განლაგებული სხვადასხვა კარადები და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები, ვინც ამ სახლში ცხოვრობენ, ალბათ აი ამ კომფორტით სიამოვნება ესეთი კომფორტით ისარგებლო. აქვე არის სტუმრების ტუალეტი, საპირფარეშო და აქვე არის დამატებითი საძილე ოთახი. თუ ვაგრძელებთ მოძრაობას, კიდევ ერთ შემოსასვლელში გავდივართ. ეს არის laundry, ანუ აქ სამრეცხაოა. და ეს კომბინირებული ოთახია, ერთი მხრივ სამრეცხაო, არის შხაპი, ალბათ მიხვდით ვისთვის არის ეს შხაპი, ძაღლებისთვის, დიახ. ესეც კი გათვალისწინებული არის, რომ როდესაც ადამიანი ესე სოფლად ცხოვრობს, ძაღლი რა თქმა უნდა გარეთ ბევრს დარბის და როდესაც ძაღლი ჭუჭყიანი შემოვა, არის სპეციალური შხაპი, სადაც შეიძლება ამ ძაღლის გაბანავება, გასასვლელი პირდაპირ გადის ძაღლის გალიაში. ანუ შეიძლება ეს ძაღლი დატოვოს ადამიანმა, როდესაც ადამიანი გასულია სამსახურში, თუ კარგი ამინდია და როდესაც სახში ბრუნდებით, ძაღლს შემოუშვებთ და აქვე დაბანთ გაჭუჭყიანებულ ძაღლს. როგორ კარგად არის ყოველი ჩამრთველი ორგანიზირებული, ყველაფერს თავის სახელი აწერია. ვაღებთ აი ამ კარებს და პირდაპირ გარაჟში აღმოვჩნდებით. ამ გარაჟში 4 მანქანის გაჩერება შეიძლება ძალიან ადვილად. აი ზემოთ რასაც ხედავთ, ეს არის გათბობა გარაჟის. გაზზე არის ეს ყველაფერი და გარაჟს ათბობს. კარგია, როდესაც გარაჟში გათბობა გაქვთ. ხლა აქ ჩვენთან იშვიათობა არ არის. კიდევ ერთი გასასვლელი გარეთ, 5 გასასვლელი ჩამოვთვალე, თუ არ ვწდები. აქვე არის ონკანი და აქვე არის სამუშაო კუთხე, სადაც ფლობელს თუ რამე გასაკეთებელი აქვს, აქ წაიმუშავებთ. ველოსიპედებიც შვენივრად არის მოთავსებული, ჩამოკიდებული ასეთი და სივრცე არის ძალიან ჭკვიანურად გამოყენებული. აი ეს, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, არის სპეციალური დანადგარი იმისათვის, რომ ირემი გაატყავოთ. ფლობელებს უყვართ თავიანთ მიწა-წყალზე ნადირობა და როდესაც ესეთი ნადირობა წარმატებულად დასრულდება, ნადავლს აქ ჩამოკიდებენ და გაატყავებენ. ღილაკი, ამ ღილაკის მეშვეობით შეიძლება ამ ლიფტის მოძრაობა. ცეცხლ ჩამქრობი აქვე არის ჩამოკიდებული, რაც იშვიათობა არ არის ამერიკულ სახლებში. პირველ რიგში უსაფრთხოება, ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. სასარდაფო დონეზე ეს ესე პირობითად არის ნათქვამი, თორემ პირდაპირ შეიძლება აქედან ისევ ბუნების წიაღში გასვლა. ვიდეო კამერებით არის აღჭურვილი. ეს არის დამატებითი ოთახი, ამ ოთახს ვერ ეწოდება საძილე ოთახი, იმიტომ რომ ფანჯარა აკლია და კარადა, მაგრამ თუ ადამიანს აქ ძილი უნდა, ამაში ხელს არავინ არ შეგისლით. Family room, როგორც ამერიკელები იტყვიან, აქ შეიძლება მოსვენება, ფილმების ყურება და ასე შემდეგ და კიდევ ორი დამატებითი საძილე ოთახი. კლასიკური საძილე ოთახი ამერიკაში განისაზღვრება იმით, რომ უნდა კონდეს ფანჯარა, არის სპეციალური სტანდარტები, საკმარისი ზონის, რომ ადამიანი ხანძრის ან საფრთხის დროს სახლიდან გამოვიდეს და უნდა კონდეს კარადა. აი ამ ოთახს აქვს ყველა ელემენტი იმისათვის, რომ ვუწოდოთ ამ ოთახს საძილე ოთახი. და არის კიდევ ერთი საძილე ოთახი, აი აქეთ, იგივენაირად დიდი ფანჯარა და კარადა. ეს არის ორი ელემენტი, რომლის ზომებით ხშირად განაპირობებს, შეგვიძლია თუ არა კანონიერად დაუძახოთ ამ ოთახს საძილე ოთახი. დამატებითი აბაზანა თავისი შხაპით. ეს მშვენიერი სივრცეა იმისათვის, რომ სტუმრები მოვათავსოთ აქ, ან თუ ოჯახი მრავალშვილიანია, 4 ოთახი არსებობს და 2 დამატებითი ოთახი. ანუ თავისუფლად დაიტევს 4 შვილიან ან 5 შვილიან ოჯახს, ან თუნდაც სტუმრებს. ეს უკვე თქვენ როგორც გადაწყვიტავთ. სათავსო განყოფილება, სადაც ასევე მოთავსებული არის გათბობის აგრეგატი. აი ხედავთ furnace, ამას ქვია furnace ამერიკულად. ეს გათბობა არის, რომელიც თბილ ჰაერს აფრქვევს
თელს სახლში. ამ სახლში არსებობს რამოდენიმე ზონა, ანუ რამოდენიმე გამოყოფილი სივრცე. თუ გადაწყვიტეთ, რომ ზემოთ გინდათ ნაკლები ტემპერატურა, ქვემოთ უფრო მაღალი ტემპერატურა, ეს თქვენ შეგიძლიათ ბრწყინვალედ დაარეგულიროთ, არის რამოდენიმე ჩამრთველი. ამ ჩამრთველებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ ტემპერატურა და სითბო. ეს არის ელექტრობა სახლის, აი როგორ ბრწყინვალედ არის ყველაფერი ორგანიზებული. ეს არის 200 ამპერიანი ელექტრობა, ელექტროყუთი. მე მგონი საქართველოში ავტომატს ეძახიან ამას, არ ვიცი რატო ეძახიან ავტომატს. თუ მოკლე ჩართვა მოხდა, აქედან ერთ-ერთი ღილაკი ამოხტება ხოლმე და მე შეიძლება ისევ ჩაბრუნება ამ ღილაკის. ეს არის წყლის გამათბობელი აგრეგატი, სამპამპ. ტუმბო, ანუ ეს ტუმბო რაშობა, თუ ახლა სახლს თოვლის გადნობის შედეგად წყალი მოადგა, წვიმის შედეგად წყალი მოადგა, ეს ტუმბო ირთვება და დევნის ეს ტუმბო ამ წყალს სახლიდან. ანუ სახლის გარშემო არის სპეციალური დრენაჟი გაკეთებული და აი ამ დრენაჟით იდევნება წყალი სახლიდან, რომ წყალი არ შემოვიდეს მონადირის ოთახი. ფლობელები აქ ინახავენ სხვადასხვა სანადირო ხელსაწყოებს, არბალეტს ხედავთ იქ და აი ამ რკინის კარადაში დარწმუნებული ვარ არის რამოდენიმე თოფი. მაცივრები, რომლებიც სავსეა ირმის ხორცით და დამატებითი ბოთლებით და ღვინოებით. აი აქ იქნება ირმის ხორცი, აი ამას რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი დაფასოვებული არის ირმის ხორცით. მე მფლობელებმა მომიყვეს, რომ ყველაფერს რასაც ტყეში კლავენ, მერე მიაქვთ სპეციალურ ადგილას და იქ ამზადებენ უკვე სოსისებს, ხორცის ნაჭრებს, მთელი მაცივარი გამოტენილი ამ ხორცით. დიდი ხნის განმავლობაში ეყოფა ადამიანს ეს ხორცი, ფილტრირების სისტემა, რომელიც წყალს ფილტრავს. ხშირად წყალი განსაკუთრებით როდესაც ადამიანი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ჭიდან ხდება წყლის მომარაგება, წყალს გაფილტრვა სჭირდება, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული მძიმე წყალია. წნეხის ბალონი, რომელიც წნევას ქმნის იმისათვის, რომ წყალმა იმოძრავოს და შემოვიდეს წყალი. ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ ადამიანი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. Pantry, ანუ აქ ხდება განთავსება აჯიკების, ტყემლების და საწებელების და კეჩუპების. რამოდენიმე სიტყვით მინდა გაზქურა აგიხწეროთ. ამ გაზქურას ქვია induction oven. და რას ნიშნავს induction oven? აი შეგიძლიათ ხელი დადოთ, გაზქურა ჩართოთ და ხელი არ დაგეწვათ. არსებობს სპეციალური ქვაბები, რომლებშიც წყალი ადუღდება, ისე რომ არც ხელი დაგეწვათ და არც ნებისმიერი საგანი, რომელსაც თქვენ აი ამ გაზქურაზე დადებთ. ისე ხომ მაგარია რა, შეგიძლიათ ქაღალდი დადოთ მერე ქვაბი, ქაღალდი არ დაიწვება, ხოლო წყალი ამ ქვაბში ადუღდება, საჭმელი გაკეთდება. სინათლეც კი დიზაინში არის უაღრესად ლამაზად შერწყმული. აი ასეთი სახლი ვისკონსინის შტატში ჩემი ქალაქიდან, ვასაოდან, სულ რაღაც 30 კილომეტრის მოშორებით, ბუნების წიაღში, უმშვენიერესი სიამოვნება ამ სახლში ცხოვრება, ალბათ ხედავთ მზე რა კარგად შემოდის, რა კარგად არის სახლი ორიენტირებული, სახლი განლაგებულია ისე რომ მაქსიმალური მზის რაოდენობა ხვდება დღის განმავლობაში. ამასაც დიდი ყურადღება ექცევა, ეს განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ზამთარი ხანგრძლივია, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს მზის შუქი სჭირდება იმისათვის რომ იყოს ბედნიერი. ასე რომ ჩემო კარგებო, ბევრ მზის შუქს გისურვებთ, რაც თავარია ბედნიერებას გისურვებთ, ცხოვრებაში არაერთი ასეთი სახლი გქონოდეთ და ამაზე ბევრად უკეთესი კიდე. იმედია მოგეწონათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში ბევრი ულამაზესი ქვეყანა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ესეთი კეთილმოწყობილია და კიდევ ბევრი ქვეყანა ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი, ჩვენ საქართველოს არაფერი სჯობია, იმიტომ რომ ჩვენი საქართველო, ჩვენი პატარა ულამაზესი კუთხე, უნიკალური ისტორიით, უნიკალური ყოფით და ულამაზესი ხალხით არის ჩვენი. ის რაც ჩვენია, ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი და საყვარელია. გიყვარდეთ ჩვენი სამშობლო.